წლეულების წინ მძიმე დიაგნოზი ადამიანებს არჩევანს არ უტოვებდა. გადარჩენის ერთადერთი შანსი ქვეყნის დატოვებაზე გადიოდა. იმედის ძიება. ყოველთვის საქართველოს საზღვრებს მიღმა იწყებოდა. ფიზიკურ თუ ემოციურ ემიგრაციაში, რადგან ადგილობრივი მედიცინის მიმართ ნდობა უბრალოდ არ არსებობდა. სწორედ ამ უიმედობის დასამსხვრევად 2007 წელს მარნეულში გახსნილი პირველი ამბულატორიით ავერსმა საფუძველი სრულიად ახალ სამედიცინო ეპოქას ჩაუყარა. მისია თავიდანვე მკაფიო იყო. მოსახლეობისთვის მეცნიერულად დასაბუთებული ეფექტიანი და მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურება უნდა მიეწოდებინა. სიცოცხლის გადარჩენა უცხო ქვეყნის ვიზაზე დამოკიდებული აღარ უნდა ყოფილიყო. მარნეულის ფილიალი. მხოლოდ 10 თვლის წერტილი აღმოჩნდა იმ სპირალური აღმასვლის, რითაც ავერსის კლინიკა მთელი ქვეყნის მასშტაბით გაფართოება დაიწყო. განვითარების ყოველი ახალი ბრუნი მედიცინის ხარისხთან ერთად გეოგრაფიულ არეალსაც ზრდიდა. 18 წლიანი უწყვეტი ევოლუცია უკვე 34 ლაბორატორიად და 19 ფილიალად კონვერტირდა, სადაც ყოველდღიურად 2500-ზე მეტ პაციენტს 2300-მდე პროფესიონალი ემსახურება. თუმცა რიცხვებს მიღმა თავარი ხომ მაინც შინაარსია. პერსონალის უწყვეტი სამედიცინო განათლება, მსოფლიოს უახლესი ტექნოლოგიები და საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა. როგორც ამბობენ, სწორედ ამ ყველაფრის ერთობლიობით იქმნება ჯანდაცვის ის უმაღლესი სტანდარტი, რომელიც ევროპულ მედიცინას ადგილს ჩვენს ქვეყანაშიც უმკვიდრებს. დასავლური ხარისხის მთავარი გარანტი კი უტყუარი დიაგნოზია. დიაგნოზი, რომელსაც ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები სვამს. ავერსის კლინიკაში პაციენტებს კვლევას უტარებთ უახლეს მაგნიტურეზონანსულ ტომოგრაფებზე, რომლებიც სპეციალურად ავერს კლინიკის შეკვეთით დამზადდა ჰოლანდიაში. ეს გახლავთ ფილიპსის უახლესი ბოლოთაობის მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფები, რომლებიც ამიერკავკასიაში მხოლოდ ავერსის კლინიკაში არის. ეს გახლავთ უხელი უმომაგნიტი 1.5 ტესლა სიმძლავრის და 3 ტესლა სიმძლავრის ფილიპსის ბოლოთაობის ყველაზე საუკეთესო ტომოგრაფი, რაც კი არსებობს მსოფლიოში. ავერსის მულტიპროფილური კლინიკის რადიოლოგიური დეპარტამენტი ზუსტად ის ბირთვია, რომელიც უხილავ მტერთან ბრძოლას. ინტელექტით იგებს. აქ კარგად იციან, რომ უახლეს სადიაგნოსტიკო აპარატურაში ჩადებული ინვესტიციის საუკეთესო უკუგება მოგებული დროა. დრო, რომელიც ადამიანის გადასარჩენად კრიტიკულად მნიშვნელოვანია. თანამედროვე ტომოგრაფების საშუალებით შესაძლებელია კვლევა ჩავატაროთ ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე სხვა ტომოგრაფებზე. კვლევა ტარდება უფრო კომფორტულ გარემოში, მიიღება მაღალი ხარისხის გამოსახულება, რაც ზრდის გარჩევადობას და გვაძლევს დიაგნოზის უფრო მაღალი სიზუსტით დასმის საშუალებას. დიაგნოზის დასმის შემდეგ გადარჩენისთვის ბრძოლის მთავარი ეტაპი იწყება. პირველობა არც ამ გზაზე დათმეს. კლინიკამ რეგიონის მასშტაბით პირველმა ითავა ნეიროქირურგიული დაავადებების რადიოქირურგიული მეთოდით მკურნალობა და მედიცინის აბსოლუტური მწვერვალი, ულტრათანამედროვე დანადგარი. გამანაიფი დანერგა. ეს აპარატი არის რადიოქირურგიული აპარატი, რომელიც მუშაობს, ასე ვთქვათ, მხოლოდ თავისთავის პათოლოგიებზე. ეს არის თავისთავის სიმსივნეები, მეტასტაზური დაზიანება, კეთილსებიანი სიმსივნეები, სხვადასხვა სიძაღოვანი წარმონაქმნები და ასე შემდეგ. არის უნიკალური იმით, რომ მუშაობის პრინციპი რადიკალურად განსხვავებულია სხვა აპარატებისგან, რაც მარტივი ენით რო აუხსნათ დაახლოებით არის ისე, რომ აი კონცენტრირებული სუსტი ენერგიის მქონე 192 ადგილიდან გამომავალი სხივების გადაკვეთა ხდება ეს წერტილში და ეს ქმნის მაქსიმალურ ენერგიას, რომელიც ანადგურებს ჩვენ სამიზნეს. მსოფლიოში რამოდენიმე ცალი არის, ჩვენ ვიყავით მაგალითად მეხუთეები ევროპაში, მე-9 მსოფლიოში, ვინც შევიძინეთ ეს აპარატი. არანაირი სკალპერი, არავითარი სისხლი და განაკვეთი. ასეთია გამანაიფი. რადიოქირურგიის თანამედროვე აბსოლუტურად უსაფრთხო და უმტკივნეულო მეთოდი. და ასეთია ავერსის მსრუნველობის სტანდარტი. გადაარჩინოს სიცოცხლე ისე, რომ ადამიანს ტრავმა არ მიაყენო. სწორედ ამ ტექნოლოგიურმა გარღვევამ შემოაბრუნა სამედიცინო მიგრაციის ვექტორიც. დღეს გადარჩენის იმედით უცხოეთში გაქცეული ქართველების ნაცვლად ავერსის კლინიკა უკვე თავად მასპინძლობს უცხოელ პაციენტებს. ოპერაცია რა არის? ეს არის ტრეპანაცია, განაკვეთი, სისხლდენა, ასე შემდეგ, აი სხვადასხვა გართულებები და ამ ყველაფრის აცილება ხდება რადიოქირურგიულად გამონაებით. წარმოიდგინეთ, რამდენად კომფორტულია ეს პაციენტისთვის, როდესაც მაგალითად დილით 9 საათზე მოსული პაციენტი 11 საათზე მიდის სახლში და პროცენტი ისაა და ეს თავის ტვინის დაავადება ფაქტიურად უკვე
არის მოგვარებული ეს პრობლემა. 1200 რადიუსი კილომეტრში ესეთი აპარატი არ დგას. აი საქართველოს უახლოეს ამერიკკავკასიის ქვეყნებში და ვთქვათ შუა აზიიდანაც ჩამოდიან, უკრაინიდან, მოლდოვეთი, სომხეთი, აზერბაიჯანზე აღარ ვიძახი არაფერი, ძალიან ბევრი არიან და სხვათა შორის დღეს თურქეთიდანაც კი იყო პაციენტი. დაუმარცხებლის დამარცხებასთან ერთად, როგორც ამბობენ, კლინიკის უმთავრესი მისია ადამიანების ცხოვრების ხარისხზე ზრუნვაა. სრულფასოვანი ცხოვრება კი მკვეთრი ფერების გარეშე ხომ წარმოუდგენელია. ამაზეც იზრუნეს, მომავალი აწმყოში გადმოიტანეს და მხედველობის ლაზერული კორექცია უახლესი Smile Pro ტექნოლოგიით დანერგეს. აღნიშნული ტექნოლოგია განსხვავდება სხვა არსებული უკვე ცნობილი ტექნოლოგიებისგან იმით, რომ პაციენტი იღებს ძალიან მაღალ შედეგს, მინიმალური რისკებია, რაც მთავარია, ძველი ტექნოლოგიების შემთხვევაში ლაზერული ჩარევების გამო რქოვანაზე ხდებოდა ინერვაციის დარღვევა, რაც იწვევდა თვალის გაღიზიანებას და შემდგომში მშრალი თვალის სინდრომის განვითარებას. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, რა თქმა უნდა, ეს აღმოფხვრილია, კეთდება მხოლოდ რაღაც 2 მმ-იანი განაკვეთი. თვითონ ოპერაცია ტარდება 9 წამში, ისეთი სწრაფად ტარდება, რომ ზემოქმედება ქსოვილებზე ენერგიული არ ხდება. 9 წამიანი სასწაულის უკან, რომელიც დაკარგულ სამყაროს მომენტალურად გიბრუნებს, ხელოვნური ინტელექტი დგას. პროფესიონალების კვალიფიკაციისა და AI-ის უშეცდომო გონების ტანდემი კი, როგორც აღნიშნავენ, ქმნის იმ რეალობას, სადაც უხილავი ტექნოლოგია სამყაროს ყველაზე მკაფიოდ დანახვის გარანტიას გაძლევს. ამ ტექნოლოგიით შესაძლებელია ჩავატაროთ ახლო მხედველობის ოპერაციები -8, -10-მდე გააჩნია რქოვანის მდგომარეობას, ასევე ასტიგმატიზის -6-ის ფარგლებში და ასევე ჰიპეროპიას, ანუ შორს მხედველობას. ასევე ამ ტექნოლოგიით შესაძლებელია ჩავატაროთ თანამედროვე რქოვანაზე თანამედროვე ჩარევები, ისეთი როგორც არის გადანერგები და ასე შემდეგ. და 24 საათში ხდება სრული რეაბილიტაცია. გამანაიფის უხილავი სხივები თუ Smile Pro-ს 9 წამიანი სასწაული საბოლოოდ მხოლოდ ინსტრუმენტებია. 18 წლიანი ისტორიის მთავარი მონაგარი არა მხოლოდ ტექნოლოგიური პირველობა, არამედ ის ნდობაა, რომელიც არც უახლეს აპარატურას მოჰყვება და ვერც კომფორტულ პალატებში იბადება. ის მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა ზუსტად იცი, რომ შენი სიცოცხლე აქ სხვისთვისაც ისეთივე ღირებულია, როგორც შენთვის. გვარწმუნებენ, რომ სწორედ ამ განცდამაქცია ავერსის კლინიკა იმ მთავარ მისამართად, რომელსაც გადარჩენის იმედით ადამიანები პლანეტის 4-ვე კუთხიდან აკითხავენ და რომელიც ათასობით გადარჩენილი ისტორიით გვიმტკიცებს, თუ რას ნიშნავს იყო ის, ვისაც ადამიანი ყველაზე ძვირფას საკუთარ სიცოცხლეს ანდობს.